დღეს მინდა ერთ ძალიან ნაცნობ, მაგრამ ნამდვილად საოცარ პროდუქტზე, ჯანჯაფილზე, ან როგორც მას მეორენაირად ეძახიან, კოჭაზე მოგიყვეთ და ტრადიციისამებრ რეცეპტები შემოგთავაზოთ. ეს ის ცხარე, ყვითელი ფესვია, რომელსაც ჩვენ ყველანი ჩაიში, სალატში უყრით ან უბრალოდ ვღეჭავთ, როცა კელი გვტკივა ან კუჭი გვაწუხებს. და იცით რა? კოჭა ევროპაში 2026 წლის სამკურნალო მცენარედ გამოცხადდა. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერებმა კიდევ ერთხელ აღიარეს, ეს არ არის მხოლოდ ბებიების მიერ ნაცადის საშუალება, არამედ ჯანმრთელობისთვის ნამდვილად მეცნიერულად დადასტურებულად სასარგებლო მცენარეა. ჯანჯაფილი, ლათინურად zingiber officinale, ათასობით წელია გამოიყენება ინდოეთში, ჩინეთსა და დანარჩენ აზიაში. ინდური ლეგენდის თანახმად ეს ფესვი ადამიანებს ისეთ ძალას ანიჭებს, რომ ვეფხვის მოთვინიერება და მისი ცხენივით გაჩენებაც შეუძლიათ. დაახლოებით 3000 წელია გამოიყენება კოჭა ტრადიციულ ჩინურ მედიცინაშიც. აიურვედულ მედიცინაში ჯანჯაფილის ფესვი გამათბობლად ითვლება და ამ გაგებით სიცივესთან დაკავშირებული დაავადებების დროს ეხმარება, როგორიცაა ხველა ან რევმატიზმი. აიურვედული გაგებით ჯანჯაფილი აძლიერებს საჭმლის მონელების ცეცხლს, აგნისს და უზრუნველყოფს, რომ უჯრედებმა ყველა სასიცოცხლო ნივთიერება მიიღონ, ხოლო არასაჭირო ნივთიერებებიდან კი გათავისუფლდნენ. დადასტურდა, რომ ეს მითი არ არის. ჯანჯაფილის საჭმლის მონელების ხელშემწყობი თვისებები სამკურნალო მიზნებისთვის რეკომენდებულია მრავალ ევროპულ მცენარეული მედიცინის სახელმძღვანელოში. უკვე შუა საუკუნეებში ჯანჯაფილი ძალიან პოპულარული იყო სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. მე-19 საუკუნეში კი ჯანჯაფილი არაბულ ხალხურ მედიცინაში მეხსიერების გასაუმჯობესებლად გამოიყენებოდა, რაც ბიბლიურ წყაროებში მისი გამოყენების გამოცდილებას უკავშირდებოდა, რაც სავარაუდოდ იმ ფაქტს უნდა ეფუძნებოდეს, რომ ჯანჯაფილს სისხლის შედედების შემამცირებელი მსუბუქი ეფექტი აქვს. აზიაში ამ ფესვის გამოყენების დიდი ტრადიცია არსებობს და ისინი ნედლ და გამხმარ ჯანჯაფილს მკვეთრად განასხვავებენ, მათი განსხვავებული მოქმედების გამო. ამ ამბავში მთავარი კოჭას მწარე ნივთიერებებია. ესენია ჯინჯეროლი ნედლში, შოგაოლი, გამხმარში და ზინგერონი, რომელიც გაცხელებისას წარმოიქმნება. ეს ნივთიერებები აძლევენ ამ ფესვს ცნობილ ცეცხლოვან გემოს და სწორედ ისინი ახდენენ ჯანმრთელობაზე საოცარ ეფექტსაც. მაგრამ კონკრეტულად რაში ეხმარება კოჭა ჩვენს ორგანიზმს? მოდით ვნახოთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები და უმადობა. კოჭა ასტიმულირებს კუჭის წვენებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ებრძვის შებერილობას, გულისრევას და ღებინებას. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს მგზავრობის დროს გულისრევის წინააღმდეგ. ბევრი კვლევა ამბობს, რომ ის ისეთივე ეფექტურია, როგორც ზოგიერთი წამალი. ასევე კარგად ეხმარება ქიმიოთერაპიის შემდეგ გულისრევას. გაციებას, იმუნიტეტს და ანთებებს რაც შეეხება, ჯანჯაფილის მწარე ნივთიერებები ატბობენ ორგანიზმს, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და აღვიძებენ იმუნურ სისტემას. ლაბორატორიულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ ის სისხლის თეთრ უჯრედებს აძლიერებს და ანთებებს ებრძვის, ამიტომ ჯანჯაფილი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია მსუბუქი გაციების სიმპტომების, მაგალითად, ყელის ტკივილის და ხველის შესამსუბუქებლად და სახსრების ტკივილის, მაგალითად ართროზის დროს. ამას გარდა ჯანჯაფილს ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, ანუ უჯრედებს ქრონიკული დაავადებების, მათ შორის კიბოს გამომწვევი ოქსიდაციური სტრესისგან იცავს. ტიპი 2 დიაბეტის დროს სისხლში შაქარსაც ამცირებს და იმუნიტეტს აუმჯობესებს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჯანჯაფილი ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, ხელს უწყობს ნერწყვის, კუჭის წვენისა და ნაულის გამოყოფას, ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას და ებრძვის გულისრევას, ანუ ანტიემეტიკური მოქმედება ახასიათებს. მას ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და იმუნოსტიმულატორული ეფექტი აქვს. მწარე ნაერთები, ჯინჯეროლი, შოგაოლი აქტიურებს სისხლის თეთრ უჯრედებს და იმუნიტეტს საბრძოლველად აძლიერებს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა გაციების, ანთების, მენსტრუალური სპაზმების, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებისა და მოგზაურობისას გულისრევის დროს. მნიშვნელოვანი ამბავია ისიც, რომ ჯანჯაფილი ნერწყვში მიკრობებს კლავს. მიუნხენის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ჯანჯაფილის მთავარი აქტიური ნივთიერება ჯინჯეროლი ნერწყვის ცილოვან შემადგენლობას ცვლის. ეს ხელს უწყობს ჰიპოთიოსიანიტის, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მიკრობებისა და სოკოების გამანადგურებლის, გაზრდილი რაოდენობით წარმოქმნას და პირის ღრუში იმუნურ სისტემას აძლიერებს. დაფქული იქნება თუ ნედლი, ჯანჯაფილი ბაზარზე მრავალი სხვადასხვა ფორმით გვხვდება. მაღაზიებში ის ახალი, გამომშრალი, შაქრიანი, დაფქული, დამწნილებული ან ახლად გამოწურული წვენის სახით გვხვდება. გამომშრალი ფხვნილი მაგალითად კერძებს დამახასიათებელ არომატს სცემს და ასევე ქარის ნარევებშიც გვხვდება. ახალი ფესვი და მისგან დამზადებული ჯანჯაფილის ფხვნილი თავისი ქიმიური შემადგენლობით განსხვავდება.
ფესვის გაშრობისას განსაკუთრებით ჯინჯეროლებიდან წარმოიქმნება ახალი ნივთიერებები, როგორიცაა შოგაოლი ან ზინგერონი, რაც გემოსა და ეფექტს ოდნავ განსხვავებულს ხდის. ეს ასევე ხსნის, თუ რატომ არსებობს ინდოეთში ახალი და გამომშრალი ჯანჯაფილის აღსანიშნავი ორი განსხვავებული ტერმინი. შოგაოლები მეცნიერთა ინტერესის საგანია, რომლებიც იკვლევენ, თუ რა დონეზე შეიძლება გავლენა იქონიონ მათ ალცჰაიმერის დაავადების პროგრესირებაზე, ან როლი შეასრულონ სიმსივნეებთან ბრძოლაში. მაგრამ ნუ ინერვიულებთ ის ადამიანებიც, ვინც ახალი ფესვის კულინარიული ინგრედიენტის სახით გამოყენებას არჩევს, ასევე სარგებლობენ შოგაოლების ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით, რადგან ისინი მომზადების პროცესშიც წარმოიქმნებიან. ჯანჯაფილის სხვა დადებითი ეფექტები მოკლედ. გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგოა. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, მაგალითად სახსრების ტკივილის დროს. ორგანიზმის გამატბობელი და სისხლის მიმოქცევის ხელშემწყობია. უზრუნველყოფს იმუნური სისტემის მხარდაჭერას. ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს დამცავი უჯრედების აქტივაციას. დადებითად მოქმედებს კუჭნაწლავის ტრაქტის დარღვევების, შებერილობის, მადის დაკარგვის დროს. ჯანჯაფილი ყველაზე ხშირად გამოიყენება გრიპისა და იმუნოდეფიციტის დროს, კუჭის პრობლემების, გულწმარვის, გაღიზიანებული კუჭის დროს და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებად, მაგალითად ორსულობის ან ქიმიოთერაპიის დროს. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როდის უნდა მოეკიდოთ ჯანჯაფილის გამოყენება სიფრთხილით? თუ ნაულის ბუშტის კენჭები გაქვთ, არ მიიღოთ დიდი რაოდენობით, რადგან შეიძლება ნაულის კოლიკა გამოიწვიოს. ორსულობის დროს დღეში მხოლოდ 1 გრამამდე გამხმარი სახით მიიღეთ და ისიც ექიმთან შეთანხმებით. თუ სისხლის გამათხელებელ წამლებს სვამთ, გაითვალისწინეთ, შეიძლება ეფექტი გააძლიეროს. ზოგჯერ იწვევს გულისრევას ან წვას კუჭში, ასეთ დროს ჯობს მცირე დოზით დაიწყოთ და ნელ-ნელა გაზარდოთ. სანამ რეცეპტებზე გადავალ, მინდა მოკლედ ხაზი გაუსვა, რომ ჯანჯაფილი არ არის ჯადოსნური წამალი ყველაფრის წინააღმდეგ, მაგრამ ის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო, ხელმისაწვდომი და გემრიელი დამხმარეა თქვენს ყოველდღიურ ჯანმრთელობაში. აი რეცეპტების დროც დადგა. მაგრამ ჯერ ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა, თქვენი ორგანიზმის რეაქციის შესამოწმებლად ყოველთვის მცირე რაოდენობით, მაგალითად, დღეში 1-2 გრამი ჯანჯაფილით დაიწყეთ. თუ ნაულის ბუშტში კენჭი გაქვთ, ხართ ორსულად, იღებთ სისხლის გამათხელებლებს, ან გაქვთ კუჭის მძიმე პრობლემები, პირველ რიგში თქვენს მკურნალ ექიმს დაეკითხეთ. კლასიკური ჯანჯაფილის ჩაი გაციების, ხველისა და იმუნიტეტის დაქვეითების დროს. მოქმედება ატბობს შიგნიდან, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ადვილებს ლორწოს გამოყოფას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ყელის ტკივილსა და შემცირების დროს შვებას მოგვრით. დაგჭირდებათ 1-2 სანტიმეტრი ნედლი ჯანჯაფილის ფესვი, დაახლოებით 5-10 გრამი თხლად დაჭრილი. თუ ორგანულია, კანი არ გააცალოთ. 250 მილილიტრი ცხელი წყალი. ნახევარი ლიმონის წვენი. 1 ჩაის კოვზი თაფლი გემოვნებით. დაუმატეთ მხოლოდ შეგრილების შემდეგ, რომ ვიტამინები შეინარჩუნოთ. ჯანჯაფილი ჩიქაში მოათავსეთ. დაასხით ცხელი წყალი, დააფარეთ თავსახური და 8-10 წუთით დააყენეთ. შეგრილების შემდეგ ლიმონის წვენი და თაფლი შეურიეთ. დღეში 2-3 ჩიქა დალიეთ, განსაკუთრებით გაციების პირველივე ნიშნებისას. ჯანჯაფილისა და ლიმონის სწრაფი ნაზავი გულისრევისა და კუჭის აშლილობისთვის. მოქმედება მოგიხსნით მგზავრობის გულისრევას, დილის გულისრევასა და ქიმიოთერაპიით გამოწვეულ ღებინებას. ამებს გაღიზიანებულ კუჭს და საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას ასტიმულირებს. დაგჭირდებათ 2-3 სანტიმეტრი ნედლი ჯანჯაფილის ფესვი, დაახლოებით 10-15 გრამი, გაბწკვნილი და წვრილად დაჭრილი. ნახევარი ლიმონის წვენი. 1 ჩაის კოვზი თაფლი ან აგავას სიროფი, სურვილისამებრ. ასევე დამატებითი ეფექტისთვის შეგიძლიათ ციკვი, წითელი ცხარე ციცაკა ან კურკუმა დაუმატოთ. ჯანჯაფილი წვრილ ნაჭრებად დაჭერით ან გახეხეთ. ყველაფერი დააბლენდერეთ ან ძალიან წვრილად გახეხეთ და საცერში გაატარეთ. 1-2 სუფრის კოვზი გაუზავებლად მიიღეთ. ნელა გადაყლაპეთ. საჭიროების შემთხვევაში დღეში 2-ჯერ გააკეთეთ. ჯანჯაფილისა და თაფლის სიროფი ხველისთვის, ყელის ტკივილისა და გაციებისთვის. მოქმედება ხსნის ლორწოს, ანტიბაქტერიული, აწყნარებს მშრალ ხველას, გრძელვადიან პერსპექტივაში აძლიერებს იმუნურ სისტემას. დაგჭირდებათ პატარა ქილა, დაახლოებით 150 მილilitrიანი. 100 გრამი ახალი ჯანჯაფილის ფესვი, წვრილად გახეხილი. 100-150 გრამი თაფლი. 1 ლიმონის წვენი.
დააბლენდერეთ ჯანჯაფილი, დაუმატეთ ლიმონის წვენი. ყველაფერი თაფლში აურიეთ. ჩაასხით სუფთა ქილაში და მაცივარში 1-2 დღე დააყენეთ. ყოველ დღე მოურიეთ. დღეში 3-ჯერ 1-2 ჩაის კოვზი თბილ წყალში ან ჩაიში გახსნილი მიიღეთ. მაცივარში 2-3 კვირა ინახება. ჯანჯაფილის თბილი წყალი საჭმლის მონელების პრობლემებისა და გაზების დაგროვების დროს. მოქმედება ასტიმულირებს ნაწლავებსა და ნაულის გამოყოფას, ამსუბუქებს მეტეორიზმს და გულწმარვას. დაგჭირდებათ 1 სანტიმეტრი ნედლი ჯანჯაფილის ფესვი, თხლად დაჭრილი. 300 მილილიტრი თბილი წყალი. სურვილისამებრ, ნახევარი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ან ციკვი კურკუმა. მოათავსეთ ჯანჯაფილი ჩიქაში. დაასხით თბილი წყალი და 5-10 წუთით დატოვეთ. დალიეთ ნელას სასურველია დილით, უზმოზე ან მძიმე სადილის შემდეგ. ჯანჯაფილის საფენები მენსტრუალური სპაზმებისა და კუნთების ტკივილის დროს. მოქმედება გამათბობელი სპაზმების მომხსნელი, ანთების საწინააღმდეგო. ეფექტურია მუცლის სპაზმებისა და სახსრების ტკივილის დროს. დაგჭირდებათ 3-4 სანტიმეტრის სიგრძის ნედლი ჯანჯაფილის ფესვი, ცვლილად გახეხილი. პატარა ბამბის ნაჭერი ან მარლა. ცხელი წყალი. დაჭყლიტეთ ჯანჯაფილი და ნაჭერში შეახვიეთ. ჩაუშვით ცხელ წყალში და ზედმეტი სითხე გამოწურეთ. დაიდეთ თბილი ნაჭერი ტკივილის ადგილას და 10-15 წუთით გაიჩერეთ. დღეში 1-2 ჯერ გაიმეორეთ. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.